აუდიო არხებზე რა. MIDI არხებზე აუდიოს ვერ დავადებთ. ნუ დავადებთ, მაგრამ ისევ და ისევ აუდიოში გადაგვექნის ამ არხს, ანუ იგივე აუდიო არხზე გამოვა. ამიტომ ნახე, ნუ მე ხა ამ გაკვეთილისთვის უბრალოდ წავშლი ამას MIDI-ს. ნუ ჯერჯერობით წავშლი ხო და მოდი ვერცადოთ ხა რაღაცა ტრეკი გადმოვიტანოთ, ხო? ეხლა რაში იყო შენი, ასე ვთქვათ, პრობლემა რა, აი რა გააკეთე. მე ძალიან მიხარია შენ რომ ესე კრეატიულად მიუდექი, რომ რაღაცა ის შენი ექსპერიმენტები გააკეთე, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა ამ საწყის ეტაპზე ეგრე გააკეთო. და ამავდროულად ეხლა როგორ რაღაცაა, ნახე, ჩვენ ერთმანეთის ქვეშ, აი რატო გვაქვს ეს თითოეული არხები, ხო? ერთი არხი გვაქვს, ორი არხი გვაქვს, მესამე არხი გვაქვს, მეოთხე არხი გვაქვს და ასე შემდეგ, ხო? რატო არის ეს ყველაფერი? ეს იმისთვის არის, რომ ერთად გავუშვათ რამოდენიმე ხმა, ხო? აი ტრეკი რა არის? ახლა ტრეკს რო წერთ, ტრეკში ხო არის რაღაც გარკვეული ხმები, რისგან შედგება ტრეკი? ტრეკი შედგება კიკისგან, ბასისგან, მელოდიისგან, ვოკალისგან, პერკუსიებისგან, ლიდებისგან და ასე შემდეგ, ხო? ნუ მაგ ძირითად ინსტრუმენტებს მე მასამ ზუსტად აგიხსნი რა როგორ ხდება და გავგიგზავნე. ცოტა ოღონდ მე შემდეგ აკვეთილებზე. ეხლა ნუ მაგალითად ჩვენ გვინდა ტრეკის აწყობა რა. ნუ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ნუ და ისე მოდი ჯერჯერ ლუპები ვიხმაროთ, რომ ეს ბაზა არის მაგისი. აი გადმოვიტან ესეთი ატმოსფერული საუნდი, ხო? ცოტა ჩაუწევ ახლა მაღალი არ ყავს. აგეთ საუნდი გვაქვს, მე ბასი მინდა. რომელიც მომწონს რა. მე რა მინდა დრამ ლუპი მინდა. ეხლა ნახე, სამი ელემენტი ხო მაქვს უკვე. ეხლა ეფექტები ეფექტი გადმოვიტანე და რაღაც სინთეზატორს პარტი, ანუ 5 ელემენტით, ხო? მე ფაქტიურად ტრეკი გამომივიდა, ნუ საწყის ეტაპზე რა, რაც საჭირო. ეხლა ეს ყველაფერი მე რო აქ გადმოვაკოპირო, რომ ამას გადააჭრეთ ზემოდან. უნდა აი ნახე ამას თელ უჯრას მოვაკოპირებ ესე, Ctrl+C-ს დავაჭერ და მე Ctrl+D-ს დავაჭერ, ხო? აი ეს ყველა კომანდი არის აი აქ. Ctrl+C + X Ctrl და გეუბნება რა არის, ხო? დუბლიკაცია, delete, rename ეს კარგი იქნება, რომ ნელ-ნელა იმას აქნა, ხო? დაიზეპირო რა. ძალიან მარტივია, რაც Windows-ი არის, იგივე არის აქაც. კარგი. ეხლა გვაქვს ეგეთი ისა, ხო? ნუ დრამი გვაქვს, ესა გვაქვს, ესა გვაქვს. ნუ ყოველთვის ჯობია სახელი დააწერო რა არის, რომ მიქსერში პირდაპირ გიჩანდეს. ამას დრამს დავაწერ, ამას ბასს დავაწერ, ამას დავაწერ. აი rename-ით ვაკეთებ ატმოსფეროს. ამას დავაწერო, ეს არის ეფექტი და ამას დავაწერო, ესა სინთეზატორი. სინთეზატორი, ხო? ეხლა ნუ ჩვენ ეს 4-ბარიანი ლუპი, ხო? როგორ უნდა გავაკეთოთ? ნახე, ყველა ინსტრუმენტი ხო ერთ სიხმამაღლაზე ვერ გაიჟღერებს, ხო? ზოგი უნდა იყოს ცოტა ხმამაღალი, ზოგიერთი უნდა იყოს ცოტა ხმადაბალი, რომ უნდა იყოს ერთი მთავარი, ანუ როგორ არის, იცი, აი მისმენ ხო შენ? მისმენ? კი, ალბო. ჩუმაშოფა. ნეჩ. ხო. რამეს თუ ვერ გაიგებ მითხარი, თემო. კი. ნახე როგორ აი მაგალითად მე ვიყავ ძალიან აი შედარება რაღაცეების რა. როგორც არის აი კინემატოგრაფია წარმოედგინე, აი რაღაცა შენი საყვარელი კინო. სიტყვაზე აი ერთ-ერთი შეიძლება იყოს ფორსაჟი, ხო? ფორსაჟი კინო. აი რომელი ფორსაჟი ის მოგწონს ნაწილი შენ? პირველი მეორე მესამე. ო, რა თქმა უნდა. მეხუთეც ძალიან კაი იყო ესე, მაგრამ ხო. აი, პირველი აიღე რა. პირველში რა ხდება ეს სიტყვაზე, თუ ახ ზუსტად გახსოვს სცენარი, თავარ როლებში არიან დომინიკ ტორეტო და ისა ხო, ბრაენი რა. ნუ ხო, პოლ რა ვიცა რა.
ვინც იყო პროფესორი და თავად როლებში ეგორი არიან, მე უკვე მეორე ხარისხოვანი როლი. არა, მთავარ როლებში ეგარე კიდე ის მია არის, მისი და იმისი შეყვარებული რო ხდება, ის ჩინელი ხუანჯო თუ ვიღაცა. 4 და დანარჩენებს უკვე აქვთ მეორე ხარისხოვანი როლები, ხო? ვინც სიტყვაზე იქ რაღაცა მასში სახელოსნოში მუშაობს, ნაწილებს ყიდის, ვინც რბოლებს აწყობს, ორგანიზატორი ვინცაა მაგისი. და მესამე ხარისხოვან როლებში ვინ არის? მესამე ხარისხოვან როლებში არის მასოვკა რა, ვინც ანუ იქ რაღაცა იმ ღონისძიებებზე დგას, იქ პოლიციაც მესამე ხარისხოვან როლში არის და ასე თქვათ, ეგა ხო? ну, აი იგივენაირად არის მუსიკაში და რატო არის კინოში ეგრე? იმიტომ რომ შენ ჩათვალე ყველა რო იყოს პირველ ხარისხოვან როლში, ხო? ხო ყურადღებაც ხო გაიფანტება მისი მაყურებლის, ხო? აა ფოკუსიც ვეღარ გვექნება ისტორიაზე, ხო? ანუ ყველას ისტორიას რომ მოусმინოთ. და ზუსტად ეგრე არის მუსიკაშიც, რა. ჩვენ გვაქვს მთავარი როლები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვყოთ ყოველს რა არის მთავარი ინსტრუმენტი. მე მეორე ხარისხოვანი ინსტრუმენტი რა არის? მესამე ხარისხოვანი ინსტრუმენტი, ხო? იგივე ატმოსფერო ან მასოვკა, რაც ნუ იქ შევადარეთ. და რატო არის ესო? იყოს შევსებული მთელი ატმოსფერო და იყოს სრული, დასრულებული. მაშასადამე ხა ნუ ჩვენ ყველა ვარიანტში, ხო? აი შენ რო გააკეთე, შენ როგორ ქონდა? იცი რა, კი, შენ ქონდა აი ეს ერთმანეთის შემდეგ, რატომღაც ესე გააკეთე რა. ანუ ის რო იწყებოდა, მე უბრალოდ ის რომ თავდებოდა, მე ეს იწყებოდა, ხო? ნუ მმ. რატო ქონდა ესე ვერ. მაგრამ ნუ ხო, ესე უნდა იცოდე, რომ შენ აი ტრეკი რო გაჟღერდეს, ხო? შენ გჭირდება აი თუნდაც ეგეთი ისა. მე პირველ რიგში როგორ წერ ტრეკებს, რომ მაქვს ეს ლუპის მომენტი, გავაკეთებ ლუპს რაღაცას, რომელიც შემიძლია ეს 5 ინსტრუმენტი დავაგდო ერთმანეთის ქვეშ. აი ისო გამეორებ ჩვენ გვაქვს აი ნახე პრიორიტეტს მიხედვით აქ რა იქნება, დრამები იქნება, მე იქნება ბასი, მე იქნება ატმოსფერო, ну ამის ატმოსფერო ცოტა ისეთი ისაა თემა, ანუ უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ესა. სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად იყოს. მე ესა და მე ეფექტები არის. შესაბამისად ხარ რა უნდა ვქნათ, რომ დრამები უნდა იყოს უფრო მეტად ჟღერადი, ბასი ჩვენ შეგვიძლია ცოტა ხმადაბალი გავხადოთ სიტყვაზე, ატმოსფერო ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო ნაკლებად ხმადაბალი გავხადოთ და სინთეზატორი კიდევ უფრო ნაკლებად ჟღერადი და ეს ეფექტები უკვე შეგვიძლია საერთოდ ძალიან ისეთი გაჩვეული იყოს. ეხლა რა მივიღეთ ჩვენ? მმ. ეს ჩაიგებს და რა მივიღეთ აქედან? აი უფრო კაი ხარ არა? უფრო გამოგვეთელია რა ელემენტი, ხო? მმ. ეგ არის რაც მინდა მეთქვა. ეხლა ნახე გავიმეორო დაჭრა მიჭრა მოჭრა როგორ ხდება, ხო? აი დაჭრა ვერ გავაკეთე, თავი მომიხვდები განხელი. ხო. ნახე ნებისმიერ აუდიოში, ხო? ჩვენ შეგვიძლია ესე მაუს დავაკლიკოთ და აი მარჯვენა კლიქს რო დავაჭერთ, ხო? აი აქ არის ეგეთი ფუნქციები, სპლიტი, Ctrl E. ახლა იგივენაირად ჩვენ შეგვიძლია ეს Ctrl E-ს დავაჭიროთ და უკვე მაშვება, რა ქვია. ჭრის ამ ყველაფერს. ეხლა ეს ნაწილი ჩვენ შეგვიძლია აქეთ გადმოვიტანოთ, შეგვიძლია საერთოდ წავშალოთ მაგალითად ესე. აი ეს შეგვიძლია მაგალითად Ctrl-ით მე ამას რო გადმოვიტან, ეს ჩავაგდებ, ხო? ეს ავტომატურად დაგვიჭრის აქ და ამ ნაწილს გადმოგვიტანს. ასეთი ჭრა და კერვის ის არის რა. ასე თქვა. Ctrl E. ხო, მაგალითად აი ეს ნაწილი ახლა, ხო? მე შემიძლია ავდგე გადავაკოპირო, ხო, აქეთ-იქეთ, მაგრამ ნახე ნიუანსი რა არის ამაში. ნიუანსი არის ისო, ახლა მე ამას რო ვაკეთებ, ხო, უნდა გავითვალისწინო აი ეს გრიდები რა, ნახე აი ეს ზოლები ალბათ შეგიმჩნევია რატო არის, ხო? 4-4, ხო? ხო. ეს მე მგონი ჩვენ წინაზე ცოტა ისე შევეხეთ, ხო? მოკლედ. აი ეს არის მაგალითად ბარები, ხო, რომელიც ნუ შენ ძალიან კარგად იცი უკვე 1-დან 2-მდე არის 1 ბარი, ხო? 2-დან 3-მდე არის კიდე 1 ბარი, 3-დან 4-მდე კიდე 1 ბარი და აი აქამდე, აქედან აქამდე არის 4 ბარი. 1, 2, 3, 4, ხო? ამან დაგავნიოს რომ აქ 5 არის. აი ეს რო დაითვლი 4 არის რა. აქედან აქამდე უკვე 8 ბარი იქნება, აქედან აქამდე 16 ბარი, ხო? მაშასადამე რა ხდება? ახლა ამ ბარებს შორის არის კიდევ ბარის მეოთხედები რა.
მაგალითად აი ნახე, მთელი ბარი რო აიღო, მე ახლა ამას ვებით გადავაკოპირებ იქეთ სხვა ადგილას ხო, რომ არ შევიშალოს ხელი. ესე ხო? რა ნახე რა ხდება? 1-სა და 2 შორის არის 1 მეორე, 1.2, 1.3, 1.4. და მე გადაეს Mhm. 2-ზე ისე. ანუ ესეც თავისთვის 4-4-4-ობით ითვლება რა. ეხლა შენ კიდე რო გაადიდო ესე ნახე კიდე არის 1.1-3 გამოდის, აი კიდე რო გაადიდო ამასა და ამას შორისაც იქნება 1.1-2, 1.1-3, 1.1-4, ხო? ესე ითვლის და ითვლის 4-4-ობით. უკვე ამისკეთ ნუ აღარ არის იმდენად დეტალურად, ხო? ეხლა ჩვენ რო გქონდა შესაძლებლობა აი ამ უჯრებზე სათავთ ვიმუშაოთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს უჯრები ან გავადიდოთ, ან დავაპატარავოთ. და ესე ბოტონში ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან ანუ მუშაობა. მიახლოება დაზუმვა ხო და კი, აი ნახე რომ ზუმაო, რომ მეტი უჯრა გამოდის, ხო? ესე კიდე უფრო ხო? მეტი გამოდის და რატო არის ეს კარგი და რატო არის ცუდი? კარგი, იმიტომ არის რომ მაგალითად უფრო დეტალურად შეგიძლია მაგალითად ესენი აი ეს მომენტი გადააკოპირა, ხო? მაგრამ ცუდი რატო არის? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ხანდახან გინდა რომ აი ეს მოაკოპირო მთლიანად, ხო? და აი მაგალითად გადააკოპირა ეგრევე. და ეს ხო გისვამს ცუდად რა ამას ახლა. ან ფაქტობრივად გამოდის რა, რომ რითმში აღაზის რა. Mhm. ანუ ეს უნდა იყოს აი აქა, ხო? აქ უნდა მჯდარიყო, რომ რითმში ყოფილიყო. ხო და ეს რო არ მოხდეს, მაგისთვის ჩვენ ეს გრიდები უნდა შევამციროთ, ნახე. აქ არის მაგ გრიდების შემცირებელი პანელი. ამას Okay. მარჯვენათი რო ვაჭერთ, ჩვენ შეგვიძლია ეს დავსვათ ფიქსირებულ გრიდზე. 1/4 არის ფიქსირებული, ხო და რომ გავადიდოთ ეს ნახე, ესე ლუპად დიდდება, ლუპა და ზემოთ ვაწიო ესა, ლუპას დააჭირო, არა უშუალოდ ქვემოთ ჩამოწიო, ესე დიდდება და ხანდახან შეიძლება მარჯვნივ გაწიო, მარცხნივ გაწიო რა, ეს უნდა დაამოყავო. Mhm. ეხლა 1/4-ზე გაჩნდა რა, რომ 1, 2, 3, 4, ხო? ზუსტად 4 უჯრა გაგვიჩინა, რაც მეტად მოსახერხებელია რაღაცა თემებში. ეხლა რაც უნდა ეს გავადიდოთ, მაინც 4 უჯრა არის რა. ხო. ეხლა შეგვიძლია ეს დაგვესვა 1/8-ზე, რაც ცოტა უფრო მოსახერხებელია და ოკეი არის რა. მაგრამ ნახე, ეს ასევე შეგვიძლია იმაზე დავსვათ ადაპტივზე. ადაპტივი რას ნიშნავს, რომ ადაპტიურ შემთხვევაში რომ ვადიდებთ, ადაპტაციას გადის და უფრო გვიდიდებს ამ უჯრებს რა. მე თავისი პირადად გიზრდება პატარა. ხო, მე პირადად როგორ მიყვარს ამას სამუშაობა გეტყვი. მე ვსვამ ყოველთვის ნუ იმაზე, ნუ ან ადაპტივზე, ან ფიქსერზე მნიშვნელობა არ აქვს და ახლა შემოკლებით ეს კომანდები, ხო, ეს რო დაიზეპირო, არის Ctrl 1 და Ctrl 2. ახლა აქ აწერია ამაში, მაგრამ Ctrl 1 და Ctrl 2-ა და რატო არის ეს ანუ კონტროლ 1 აქ ზევით რო რიცხვი წერი, ეგენი? Ctrl plus 1, ხო, ესე. ჯორო კონტროლ პლუს ხო. ესე Ctrl 1, Ctrl 2. და Ctrl 1 რა ხდება? Ctrl 1 სიტყვაზე მე ნახე, აი ესე ავტომატურად გავადიდე ეს ფანჯარა, ხო? ეს გრიდები უფრო მეტი მივეც და აქაც დაიწერა 1.32. Ctrl 2-ით მე ხა იმაშვები რა. ნახე ვადიდებ ესე. მე ფაქტიურად შემიძლია რა გავაკეთო, იცი მაუსითაც ეს გავადიდო, Ctrl 1 მივცე, ან მე დავაპატარავ, მე Ctrl 2 მივცე, როგორც მე მომეხერხება, ხო? ეხლა მიჭრა-მოჭრაში როგორ გეხმარება ეს ყველაფერი? აი ისე რომ ნახე, აი ესე ისიც კი რთული არის, რომ ესე მონიშნო რა თუ ძალიან ბევრი გრიდი გაქვს, ხო? იმიტომ რომ არასწორ უჯრაზე თუ მოგიხდა და მე ო, კიდევ ისე აი მოჭრა, კი ხო? გუშინ მოგიხდა არასწორ უძეს და ორი თაქეთი კი გადამიკუპია. კი ვაი, რა. ხო. ნახე ეხლა, აი მაგალითად ამ არასწორი უჯრით ეს გადავაკოპე და აქ ნახე სიცარიელი გამომიჩნდა. რაც ნუ ხო. მე ისევ მიწევს რომ ავიღო, ნახე ისევ სხვაგან მომიხდა ესა, ხო? და ისევ ესე ნუ ძალიან რთულია. ამიტომ ამას სვამ ნუ დავსვამს fixed grid-ზე სიტყვაზე, აი ესე პირდაპირ და ძალიან მარტივად გადავაკოპირე რა. ნუ, ეგ თემა. კარგი. ისეთი ღილაკი არა გვაქვს, ვაი, მაგ ყოველაც ანუ ერთიანად რომ მონიშნოს ყველაფერი? Control 10 ინიშნება ეს ყველაფერი რა. მმ. მაგრამ თემა იცი რაშია თემა, რომ აი თუ შენ ტრეკი შეგიდგება ესე ნაწილებისგან და რაღაც მაშინ Control 10-ს რო დააჭირო, ყველაფერს ერთად გინიშნავს. ო, და მაშინ ესეც გადმოვა რა, ამიტომ აი შენ შეგიძლია აი აქედან აქამდე მიუთო ესე ჩამოწი ყველა არხი
და AS კონტროლით ჯერ დააჭრე, კონტროლით გადმოაკოპირო, ხო? ანუ Ctrl+C, მერე Ctrl+V, ეგეთ შეიძლება, მაგრამ მმ. ეს უკვე ნახე მე რადგან აქედან დავიწყე მონიშნა და მე აი აქედან მივეცი ჩაკოპირება, ხო? ფაქტიურად, ამან მე აქედან დამიკოპირა რა. ის არხი კიდე ვაფშე არ გაჩნდა, იმიტომ რომ ქვემოთ არის. ამიტომ ნახე თუ ამას აქედან მონიშნა, აუცილებლად პირველივე უჯრაზე უნდა მომიხვდეს და AS-ზე უნდა ჩავაკოპირო რა. ეს არის პატარა ნიუანსები, რომელიც ნუ არა უშავს ამას როცა განმავლობაში აითვისებ, ხო? თავია ბევრი ვაჭიშო. აი, მოდი ახლა ისევ იგივე პრინციპით გადავაკოპიროთ. ახლა ნახე, მე შემიძლია ეს ჩამოუშალო აქედან რა, ესე გადმოვშალო. და ეს ყველაფერი ესე ვაკეთო რა. ახლა ნახე სოლოზე მაქვს ეს, მაგიტო არის მოდა რა. აუ ნიკა რა მინდა იცი ხო? ო, აი reverb delay და master error-ია. ხო. აი მაგ reverb-ის დავაწექი მე ჩემთან გუში. ხო. ხო და რაღაცებს მით როც შეცვლი გამოსვი რა reset-ი არა აქვს. ნახე, ეგ ცოტა სხვა რაღაცეები არის, ეგ A და B delay reverb-ი, ამას მერე იმას ხო უფრო დეტალურად აგიხსნი. ჯერჯერობით ჩათვალე არ გინდა რა. აა, არ მინდა ერთია, მაგრამ ანუ რეალურად ერთ ცვლის ხო რაღაცა ხმებს. ხო, რა თქმა უნდა ცვლის, რა თქმა უნდა. და ანუ უბრალოდ reset-ი თუ აქვს მე, ანუ მე რო შევცვალ რაღაცა ხმაზე და აი reset-ი ვერ გავაკეთე. ვიტყვი რომ ანუ თავის ნახე ორიგინალ თემო მდგომარეობა. ესე გეტყვი ბოდიში გიხდი რომ გაწყვეტინებ. ეს არის ცოტა სხვა თემა, ესე send არხები. Send არხები ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერ routing-ი, საიდან იწყება აუდიო, სად მიდის და როგორ უნდა დავაკავშიროთ ამებთან, ძალიან ცოტა კომპლექსური არის ამ თემისთვის და ეხა შენ ჯობია მთლიანი ფოკუსი ქონდეს იმასთან, რასაც სწავლობთ, ხო? რომ მაქსიმალურად კარგად აითვისო მასალა და თან რომ ამ დავალებებით უკვე შენ აუცილებლად მივალთ აქამდე, გესმის, ანუ არ კაი. ანუ გამოტოვებ ეს რა. თავისთვის იყოს რა. აღარ იყოს. მოვიდებს ერთის. კი, არანაირი პრობლემა არ არის. ოკეი, და მოკლედ, აი ახლა მიჭრა-მოჭრა ბევრადმა მარტივია, ნახე ამ რეჟიმში რა. ფაქტობრივად ესე მივჭერი და უკვე შემიძლია რაღაცები ჩავაკოპირო რა. კარგი. ეხლა უკვე ვანშოტებთან ვისწავლოთ დამოკიდებულება, ხო? შენ ახლა წინაზე ლუპების თემა, ხო? ისეთი იყო. თუმცა ნუ ალბათ გესმის, ხო, ლუპების რატო დავიწყეთ, იმიტომ რომ აი ეს უნდა ყველაფერი გვესწავლა რა. ეხლა ვანშოტებსაც შეეხება. ნახე, ვანშოტებში, ვანშოტი რა არის? ვანშოტი არის ერთხელ გაიჟღე და გაჩუნდა, ხო? ამ შემთხვევაში მე ამას ხარ იქეთ გადავაკოპირებ, კიდევ არ შევშალოს ხელი. და ნახე, ვანშოტებით მე ახლა ვეცდები რომ ავაწყო რაღაცა ლუპი. მაგალითად kiki. ერთი kiki და აი ერთ ბარში უნდა ქონდეს 4 kiki, ხო? ჩვენ ტესტერებით აი ამას ვაკოპირებ, ნახე. თლიანად და აი ახლა 4 kiki გვაქვს. იმას მივუწევთ 120 BPM-ი. ეხლა ნახე ეს რო შევცვალე. ცოტა ეს გამოეწელა და ამიტომ აი ეს ისე უნდა დავშალო. და მნიშვნელოვანია რომ ხანდახან აი ეს მომენტი წაუშალოთ ჩვენ. აი ეს ცოტა შევამციროთ. რომ ეს არ კონდეს, რა ქვია, კაცუნი არ მოყვას რაღაცა, ხო? აი ესე ეგ ვაკოპირებ. წაშალე იმით ხო? აი ეს რაღაცა შემოუსხედავ თუ ვერ? არა, ახლა შენი ეკრანი არ მიჩანს. ეგ რა გავაკეთე, იცი? აი მოვნიშნე. აი ეს რაღაც იმ დღეს მომენტი. რაც გამასწავლე, ხო ეგ გააკეთე? ანუ ხაზები. კი. და delete რა. ხო. აჰა. всё. ეგალ და მე ეს რატო შევამცირე, იცი? აი ამას ხანდახან კაცუნები მოყვება, ანუ კაცუნი რატო იცი რა? აქ თუ აშვერილი აქვს, ხო? მე აი ეს რაღაცებს გიკეთებს და მაგისთვის ცოტა fade out-ი უნდა გავუკეთო ხოლმე აი sample-ის ბოლოს რა. ყოველთვის არა, რა თქმა უნდა. ეხლა ნახე, მე ეს რო გადავაკოპირო Ctrl+C, Ctrl+D-ი, ხო? აი სტრაფიკო ის რო გავუკეთო. ნახე როგორ მიცდება უკვე ამ grid-ს 1/2-ზე აზრის, ეს 1/2. რატომ მოხდა ესე? იმიტომ რომ მე ეს უფრო მოკლე მაქვს, ვიდრე ეს უჯრა არის, ხო? 1/2-დანამდე. ამიტომ მე არა ამას ვაკოპირებ, არამედ მთლიანად უჯრას ვაკოპირებ. და ესე აა, მაშვები რა. Ctrl+C, უკვე Ctrl+D. ცარიელია. ცარიელ ადგილსაც აკოპირებ, ხო, ცარიელ ადგილიანას რა. ხო, ანუ მიხვდი ხო როგორ? აჰა. კარგი, ახლა ამას მთლიანად ესე მოვნიშნავთ Ctrl+C-ს, Ctrl+D-ი ესე მაშვებით რა. ჩვენ 10 წუთში გაგვითავდებათ, რომ მე შევისვენოთ 1.7 წუთი აქ ამ Zoom-ს, თუ 9 წუთი აქ delay, რაღაც ყავა დავლევოთ რაღაცა ეკათ-აქეთ და
მერე ისევ მოუწევაშია. შემოვიდეთ, ხო, მეორედ. ოკეი. კარგი, აი ხა ნახე გადავაკოპირე, ხა? აი ეს რომ გადავაკოპირე, მე რაღაც მინდა ამის ცალკე კოპირება, ხო? თუ მინდა შემდეგ რა ბაზზე გადავაკოპირე. მე ხა მთლიანად მოვნიშნავ ამას, რომ უცებ გადამეკოპიროს აქეთაც, ხო? ეს კიდე მე ამ დროებით ავჭერდება. ეხლა რა გამოვიდა? ავიდა ესეთ ქიკი, ხო? აი, ქიკი გვაქვს. ეხლა რა გვინდა? მოდი აი ესენი ფაქტიურად, ნუ ახლა მე შემიძლია ეს მოვნიშნო, Ctrl 10. Shift-ით უბრალოდ მოვნიშნო, მე აი ესე ამას ისაც დავაჭირო და ეს ჩაიგეცება რა. ეხლა მე შემიძლია ეს ყველა გავაჩერო ესე. ანუ გავაჩუმო რა ეს არხები რა. კონტროლს რას დავაწყე ეს რა კაი რაღაცა იყო? Shift-ს დავაჭირე ჯერ რა. Shift-ი? ჯერ ეს ხო დავაჭირე. მე და Shift-ს დავაჭირე არა ვუშვი. და მე ამას დავაჭირე. ყველა რომ მოინიშნოს ერთად და მე ამის რებს ხო? აი ესე ემაშვები რა. ჩავთავ გავთში. აპატარო. იცი რა მაინტერესებს? აი გუშინ ო. მინდოდა გაკეთება და ვერ გავაკეთე. აბა, ნუ რომელიმე ერთი ხმის მოსმენა რომ მინდა მარტო და დანარჩენის არა. აი როგორ უნდა გავაკეთო? აი ხა სოლოს ჩვენ უნდა დავაჭირო. აი ეს. მაგრამ ნახე, ყველა არ უნდა ქონდეს მონიშნული, ანუ უნდა ქონდეს ერთი მონიშნული, მარტო ან საერთოდ არ ქონდეს მონიშნული. მაშინ შენ უკვე შეგიძლია სოლოზე დავაჭირო ესე და თუ ამას გააკეთებ სოლოს რა. აბა ერთი მომასმენი და იმაგ ნებისმიერად. აი, მაგალითად ეკიკი დრამი მოვსმინოთ მარტო. აჰა, სოლოზე. ეხლა ეს სოლოზე. შეგიძლია ორი სოლო გააკეთო როგორცი? ეს ხო გააკე ერთი სოლოზე და კონტროლს დააჭერ და სოლოს დააჭერ, ხო? აი ეს ახლა მოხდება. შეიძლება სამი სოლო კონდეს. მე ამას როგორ თიშა, ვიცი? ერთ რომელიმეს დააჭერ სოლოზე, ყველა ეთიშება რა. აჰა. კარგი. ეხლა რა ხდება? ხო, ვანშოტებით ვაგზავნებ წერას მუსიკის, ისევ. ეხლა ნახე, ახალი აუდიო არხები შევქმნათ 1-2, იგივენაირად ნახე შენ Ctrl-C, Ctrl-D-ს რო დააჭირო, შეგიძლია ეს არხები მარტივად აკოპირო რა. და იგივენაირად ნახე, ეხლა მე ხომ მოვნიშნე Shift-ით და წავშალე Delete-ით. აი ეს არხი შენ Ctrl-C, Ctrl-D-ს რო დააჭირო, ზუსტად იგივეს გიგოპირებს, ზუსტად იგივე ეფექტები ან ყველაფრიანად რა. Ctrl-C, Ctrl-D. ხო, როგორც აი აქ მოვნიშნავ ამას, Ctrl-C, Ctrl-D, ხო? ეს აი კომანდებს ხო დაემახსოვრე. კაი, შემდეგი ნახე. Ctrl-D გვერდზე არ იყო გაყოლება, აქვრივით როგორ კი, ჩამოიდგა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგივენაირად ხდება რა. გვერდზე ქვემოთ ჩამოგვიკოპირა. ქვევით ჩამოკოპირება მითხარი ერთხელ ვერ რაღაცნაირად. ანუ ნახე, Ctrl-C, Ctrl-D ხო აქაც არის ამისი კი? გადაკოპირება თავის გვერდით, ხო? ხო. ხო, ეგრე იყო. და ამაშიც ეს მიქსერი არის, ხო? ეს ხო არ არის ესენი. ესა მიქსერის არხები. ხო. მიქსერის არხებში ზუსტად იგივე კომანდებით ხდება რა. აი აა, მარჯვენა ვსო, და დუბლიკაციას ვაკეთებთ ხა ჩვენ. დუბლიკაცია ხდება იგივე კომანდით. აჰა, მივხვდი გასაგები. კარგი, მოდი ჰაი-ჰეტები. აი სიტყვაზე მოგვეწონა, ხო, შევხამეთ kicks. ეხლა ნახე ის უნდა ჩავთოთ. შეგვიძლია რა გავაკეთოთ? ეს დავაჭიროთ და აი კლავიატურის ისრები რო არის, ხო იცი? მაგით მარტივად შეგვიძლია ესე მასავქნათ რა. აუყი ჩაუყი, კი, მე ეგრე ვქერი გუში. მარჯვენა ისრით მაგალითად შემიძლია ბევრჯერ დავაჭირო, რა ის მომეწონა. მაგალითად აი ეს. ეხლა რა გავაკეთოთ? მოდი ვეცადოთ პატარა რითმი შევქნათ ამით, ხო, ჩვენი საკუთარი რითმი. მაგალითად მე ჯერ ვეცდები აი ამათ kicks შორის გავაკეთო ესა და თან უნდა მოусმინო, ხო? ამითი ნახე ამას დავაჭერ აქედან თუ მინდა დაეწყოს და ამას დავაჭერ. უკაი სიტყვაზე მომეწონა, ხო? აი ხა იგივენაირად Ctrl-ს იმას რომ თუ მინდა რომ მეტი გავაკეთო ესა. მაგალითად მე შემიძლია რომ ხა ისევ ადაპტივ გრიდზე ჩაერთო, ხო მეგონი? აი არა უშავს იყოს ესე. მე შემიძლია ნახე რა გავაკეთო ეს აქ მოვჭრა, ეს აქ წავხალო, ხო? და აი ეს ნაწილი გადავაკოპირო რამოდენიმეჯერ რა, მაგალითად აი ესე გადავაკოპირე, ხო, სიტყვაზე. აი ეს რითმიკა არ მომეწონა, მაგალითად მაშინ ესა. აი ეს უკვე მომეწონა. მე ესე გადავაკოპირე. აი ესეთი რაღაც გამომივიდა და
მე ხა ამას ვაკოპირებ, მე აქედან ვაკოპირებ. всё. და ნახოთ რა მივიღეთ. მივიღეთ ეგეთი რითმი უკვე გავა. ტრეკია ძმა, მე ამას ტრეკს ვიზარ. ხო, აბა ტრეკია ორესა უკვე. ეხა შემდეგი რა არის? ჰეტები. პერკუსიები მოდი. აჰა, მოდი ახალი პერკუსიები. ნახე კიდე. შენ ახალ არხზე თუ არ გინდა ეს და ესე იწვალო და იმას აქნა, ხო? შენ შეგიძლია პირდაპირ ეს გადმოიტანო და ეს ავტომატურად შეგვიხსნის აუდიო არხებს, რა. ე ბიჭო, ეს ძალიან მარტივია. ეხა FL-ზე ეს რითმიკა მარტივია. მოგწონს? როგორ? FL-ზე მარტივია. ნუ FL-ს თავისი ის აქვს ნიუანსები რა. აი ეს რითმიკა მაგალითად მე არ მომწონა საერთოდ აქ რაც არის. ამიტომ არ ვიყენებ რა. აი მოდი მე ეხა აქ მოვსინჯავ ამას. ახლა მე ყოველს მირჩევნია ეს ჩამოვაჭრა, რომ იქით აღარ გადავიდეს ხოლმე რა. და აქაც ცოტა შემოვციდო და არ დაიდგაცუნოს ბოლოში. ან ეს მე შემეძლო აქეთ და აი ტესტავ რა, სულ ტესტავ რა გამოდის. ახლა იმას ესჯობდა, ხო? მაშინ იყოს ეგრე. კარგი. ეხლა მე ეს შემიძლია ავდგე და რა გავაკეთო, იცი რომ მაგალითად ყოველ მეორე იმაზე დაიწყოს, ხო, ციკლზე. იმიტომ რომ ანუ ძალიან განმეორებადიც რო არ იყოს რა. ახლა ესე წვალებას ხო, ნუ კაი იყოს ეგ ჯერჯერობით. ამიტომ დაგჭიროით. ახლა ეს დაჟე კიდე უფრო განმეორებადი არის, ამიტომ იყოს ეს საერთოდ რა. ეხლა ზოგიერთ შემიძლია მოვაბრუნოთ. კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ სნეარები. მოდი სნეარს მაგალითად კლეპი ვიხმაროთ, ხო? ან სიმბოლო ვიხმაროთ, სიმბოლო არის აი ესეთი რაღაცა. ამას ცოტა ჩაუწევ ხმალაღალია. ამას ვიყენებ ხოლმე ყოველ 8 ბარში ერთხელ რა, ანუ წესი დარიგით და ყოველი 8 ბარის მერე რა შვებ, იცი? აი ყოველ 8 ბარამდე. მოდი ეს ჩამოვაჭრათ, ეს კუდი არაფერ შეგვჭირდება. უჯრედს ჩაეტიოს. ამას მე ხა ავდგები და reverse გავუკეთებ ამ ღილაკით, ამოვაბრუნებ, ხო? რომ აი აქ ესეთი რაღაც დაიწყოს. ამას მე ხა მთლიანად ამ რვიან loops ეს ბიჭო, დავაკოპირებ. აი რივერბი ვერ დავინახე, იმიტომ რომ ჩემთან იმ დღეს კარგად ჩანდა, ხო, თითქოს 2 წამი ჭედა. ხო, კაი, ეხა იმასო. ეხა ამას დავაკოპირებ მე მთლიანად ნებისმიერ არხს და control L-ს დავაჭერ, ან ამას დავაჭერ და loop-ში ჩამეჯინოს რა. ახლა ისევ და ისევ. აი control L-ს დავაჭირე და შემექმნა მთლიანად loop-ი. რატო არის ეს კაი, რომ იმეორებ სულ რა. ახლა სულ იმეორებ. აი ეს რითი გავაკეთე ნახე. ამოვაბრუნე sample-ი ამით. ბედაო? აი ხა გამიხსნა. უბრალოდ მაგას დააწეკი? ხო, უბრალოდ მაგას დავაჭრე. გამიხსნა. აი, მოდი ეს ახლა ნახე მე შემელია ეს, ხო? ცოტათი შევამცირო ამის სიგნალი. მაგალითად, რატო აქედან არ ვამცირებ რა? იმიტომ რომ აქედან მე რო შევამცირო, ხო? ამასაც შეეხება რა. ეგ ხო არ მინდა მე მინდა რომ მარტო აი ამას ჩამოვწიო ხმა. ის იყოს თავის დონეზე, როგორც ეს იყო რა. აჰა, რა გადავიდა ისე. ეხლა ნახე მე ეს მაინც არ მომწონს, ამიტომ ცოტათი ასეთ fade down-ს გავუკეთებ, რა. ცოტა ადგილი კონდეს. ახლა მოვედი. კარგი. ეხლა რა ხდება? მოდი კლეპი გამოვიყენოთ, ხო? ეხლა ამ პაკში ჩვენ კლეპი არა გვაქვს, ამიტომ ჩვენ სხვა პაკით უნდა ვიხმოვანელოთ, ხო? ან შეგვიძლია პირდაპირ აქ search-ში ავკრიფოთ clip. მერე all results დავაჭერთ, რომ ყველა ის გამოვიდოს, ყველა პაკიდან რეზულტატი. წერა დავიწყო. აი. მოგლა ჩვენ ვიყავით აი ამაზე, რომ დავა reverse-ეთ, ხო? ნუ იდეაში
აუდიოში ხო? ერთ-ერთ მე შენ შეგახსენებ, რომ უბრალოდ აი ეს სეტინგი გვაქვს, რომელიც ასე ხმის აწევად ჩამოწევას ემსახურება. ორჯერ როცა ამას დააჭერ, უბრალოდ ისევ თავის მაჩვენებელზე დაუბრუნდება რა. კარგი. აი ხა ესეთი რაღაცა მივიღეთ ტრეკი. მოდი აი კლეპი. ნახე მე რადგან იმ პაკში არ მქონდა, ახლა ვეძებ რა მაგ კლეპს. ნახე ორ results მოვნიშნე და კლეპს იმაშვები ხო ვაჭერ. მანამდე მე მქონდა ბიბლიოთეკა მონიშნული რა და აი ეს უნდა გაუთშვა აუცილებლად, რომ search-ი არაფერი არ იყოს და მაშინ მე მანახებს მთლიან იმას. თუ search-ს აი აქ გავაკეთებ და აი აქ მოვიძიებ ხო? მაშინ მე ეს მეუბნება, რომ აი sample pack-ში რომელ პაკებში არის ეს კლეპი. გესმის? მჰმ. თუ მე მეძარება ესე ხა ამებში ძიება, მაშინ მე მიყვარს ესე ხოლმე all result-ში შევალ და პირდაპირ ყველა sample pack-ი და ყველა clips. არა ისევ და ისევ რომელიც მოუხდება, ხო? ესეთი fashionable-ური კლეპი არის. EDM-ისთვის დამახასიათებელი, ხო? კარგი. ეხლა მაგალითად კლეპს როგორ ვსვათ? ნუ კლეპი ასევე სხვანაირად შეიძლება დასვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ყოველ მეორე კიკზე დავასვამ რა, როგორც ნუ სტანდარტულ ტრეკებში არის, ხო? 4-4-ზე. ეს დავასვე. ახლა ეს აუწიე ზემოთ, ხო, რომ ამათთან ერთად რო იყოს, ამაინც მე მიყვარს თვალის, რომ ყველაფერი ორგანიზებული არის რა. მჰმ. იცი რა მინდა? ხო. მე ხა მოდი გავხსნა, მე რო დამაწყებინე წერა გვეუბნი. და აი ხა შენ რაც თანმიმდევრობები დაწერე რა, როგორ ეგ დამატე. რა თანმიმდევრობები აბა? აი რაღაცა მეოთხე ბარზე უნდა ჩასვა, რაღაცა მეორეზე, რაღაცა განმეორება თემო, ჩასვა. ნახე, მე და შენ ახლა ეგ თავიდან რომ ჩავიწეროთ, ხო? ჩვენ დაგვეკარგება მთელი 1 საათი, ამიტომ მე ვარეკორდებ ვიდეოს, სადაც შენ შეგიძლია ამას გადაავლო, ხო, ისევ თვალი რა. ესე ალბათ ჯობია რა. ოკეი? ბიჭო, არა, ნახე, არა, ერთ სიტყვას გეუბნები, ნახე, ყოველ მეოთხეზე კიკი, ყოველ მეორეზე კლეპი, აი მაგ იმას გეუბნები. მაგას რაც შეეხება, ეგ ყოველთვის არის სხვადასხვანაირი რა. გესმის? ანუ არ არსებობს ერთი და იგივე პრინციპი მაგისი. ეს არის ერთი რითმიკა. შენ შეგიძლია შექმნა უთვალავი რაოდენობის რითმიკები, შენ რომელიც გინდა და რომელიც მოგეწონება, ხო? აი ხა, ნუ ეს არის უბრალოდ სტანდარტული, აი რაც 4-4-ზე ბიტი, ნუ 9-9 იმაში რაც სემპლერში რაც იყო. აი შეგიძლია ესე პირდაპირ გადაუღო სურათი რა, აი 4 გიგს განახებ მე შენ ერთ ბარში, ხო? და ნახე აი ეს გადაუღე ამას. ტელეფონზე. აი სკრინი გადაუღე ბარემ. მე შენ შემიძლია გამოგიგზავნო ეს ყველაფერი. აი ესე არის დაახლოებით რა. აჰა. მე აი აქ ჩაგიგდებ შენ ბარემ ამას. ო, ანუ ეგ კითხე და ეს. ხო, ოკეი. კარგი, და ესე რა ქვია. ეს არის crash-ი, ხო? crash effect-ი, მოდი ახლა უცებ დავაორგანიზოთ, ეს არის percussion, უცებ, ეს არის. ახლა closed hi-hat. არის open hi-hat-ი, არის closed hi-hat-ი. ეს უკვე არის kick-ი და არა drum. კარგი. ეხლა მე მინდა open hi-hat-ი, რადგან closed hi-hat-ი მაქვს. ეს დაახლოებით ეს ეშხეს. და ამ შემთხვევაში ხო ნახე როგორ ხდება. აი ამ hi-hats მე ხა ეს პანელი ჩვენ შეგვიძლია ჩამოწიოთ, უფრო გავადიდოთ, ხო? აი ესე, აი ამას როცა ეხები აქ ისრები რომ ხატია ესე. ოკეი. აქაც შენ შეგიძლია ეს ჩამოაჩოჩო, ესე შეგიძლია ცოტა აქეთ ჩამოაჩოჩო ესენი. გაზარდო გამოსო როგორ შენ გინდა რა. ესეც აი მოიგო შენ თავზე, ხო? მე ხა ამას გავაკეთებ უკვე kick-სა და kick შორის.
ახლა აი ამასაც მე მასაო ჩამოვაჭრე და ამას ცოტა ჩამოვაჭრო ესე გააკეთე. და მოხდა რა? მოხდა ესეთი რაღაც, ხო? და ჩაუწიოთ ამ სპას. იო, მივიღეთ რაღაც კომპოზიცია. ეხლა მოდი განვათავსოთ ეს ჰაი-ჰეტები ერთად, პერკუსია ცალკე, კლეპი ცალკე და ასე შემდეგ, ხო? ეს არის სტანდარტული 900 მაშინის დრამები, რომელიც ჩვენ ახლა სემპლერს როცა ვისწავლეთ, ხო? შენ ალბათ გაგიგია ამაზე ბევრჯერ, ეს ხო აი 909, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, აი 2000-ებამდე გამოიყენებოდა, ეხლაც აი ტექნოში ძალიან ხშირად იყენებენ ამ დრამებს. სხვადასხვა რითმიკებით არის აქა. და ნუ ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ჩემი პირადი აზრი და ძალიან ბევრი მეინსტრიმ და ცნობილი DJ-ის აზრი ისაა, რომ ამათ ესენი იყენებენ მთელი 40 წლის განმავლობაში ერთი და იგივე kicks, ერთი და იგივე hi-hats, rims, რავი, ყველაფერს ხო, რაც ძალიან მობეზრდა უკვე ხალხსა, ხო. და მაგალითად ახლა DJ Live-შიც ტრეკი-ტრეკში რო გადაყავს და ერთი და იგივე hi-hat-ები რო გაქვს, ხო? ანუ ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება phasing-ში შევიდეს, ანუ ერთმანეთთან კონფლიქტში შევიდეს მაგის გამო რა. აი როდესაც ერთად და იგივე 900 hi-hat-ი არ და ისა, ხო? ძალიან ბევრჯერ მეახავს შემთხვევა, რომ აი იმენა კონფლიქტი აქვს ხოლმე ერთმანეთთან. ამიტომ ნუ მაგ მიზეზითაც ნუ მნიშვნელოვანია, რომ ხშირად იმას აქნა რა. ანუ აი, აქ ახლა ჩვენი საკუთარი საუნდები ავარჩიეთ და მაგით გამოიყვანეთ ჩვენი საკუთარი რითმიკა, ხო? რაც, რა ვიცი, ძალიან კარგია და ძალიან დასაფასებელია. ოკეი. ეხლა რა მინდა გითხრა კიდე შენო? ხო, მოდი ახლა უკვე შევეხოთ მიდის. აქ ხა ვიხსენებ რამე ხო არ გამორჩა მეთქი. ხო, ერთი რაც გამორჩა არის ისო, აი ჩვენ ახლა ესე ჩვენში ატყვა და ნახე რამდენი ისა გვაქვს მიჭრელ-მოჭრელი ესეთი one shot-ი, ხო? აი ჩვენ შევეგეთო კონსოლიდაცია გაგვეკეთებინა, მოგვენიშნა და Ctrl J-ის მეშვეობით გაგვერთიანებინა, ხო, ერთ კლიპში რა. ახლა ერთ კლიპში არის გაერთიანებული, ხედავ? Ctrl G-G. Ctrl J, ნახე ეს ხომ მონიშნე და აი აქ არის აი ესა. Ctrl J. всё. აი ეს ანუ მონიშნე. ჩვენ რასაც კონტროლებს ვაკეთებ, მაუსის დაჭერით ყველაფერი გვაქვს. ხო, ანუ თუ დაგავიწყდა, ყოველთვის ნახე, ოღონდ აი ამ შემთხვევაში ამას რო აჭერ, ხო? ესე არ გამოგიჩნდება. მაშინ უნდა მონიშნო კონკრეტულად ამის ფუნქციები რაც არის, ეხლა უკვე გამოგიჩნდება. ხანდახან აი ამას თავზე როცა აჭერ, ამას საკუთარი ესენია კომანდები. აი ესე მაგალითად. გააჩნია რისი გაკეთება გინდა, ხო? ზირთად ეს სამი არის. კაი. ოკეი. კარგი. აი ხა ნახე, მე შემეძლო მთლიანად ეს აი ესე უფრო მარტივი არის, ხო? რომ ჩამეკოპირებინა და ბარემ შემიძლია მთლიანად აი ესე მოვნიშნო და კიდე ეს გადავაკოპირო ესე, ხო? და ბარემ ერთი ის იყოს. ნუ მე ესე მიყვარს, ან 4-4-ის მიყვარს ლუპების გამოყენება რა. ახლა ეს ჩვენ one shot-ი ვაქცეთ ლუპად. რომელიც შეგვიძლია პირდაპირ აი ესე ავდგეთ, დავასეივოთ სადმე სადაც გვინდა. აი ეს დავასეივოთ, იყოს ეს loop hi-hat და სიტყვას ნებისმიერ დროს მე სხვა ტრეკშიც კი შემიძლია გამოვიყენო ეს ჩემი hi-hat-ი რა. უბრალოდ აქეთ წამოვიდა და შევინახოთ. ხო, კი, უბრალოდ drag and drop-ით და შემიძლია ცალკე საქაღალდე შეუქმნა და შემიძლია sample pack-ი გამოვშვა ჩემი საკუთარი მაგითი რა. ახლა წავშალე მე ეს. კარგი. მოდი ახლა უკვე ნოტებს შევეხოთ MIDI-ს რაც შეეხება, ხო? ნუ ამაში ახლა აი ესეც იგივენაირად. მე ახლა უკვე შემიძლია ესეც გავაერთიანო მაგაში. მოდი ბასი დავამატოთ, რაც უკვე ქონდა.
და დავამატოთ ატმოსფეროს, რომელიც ქონდა. მივიღეთ ტრეკი რა. შემიძლია fade out ამოვიყვანო. კარგი. მოდი ახლა უკვე შევეხოთ ნოტებს, ხო? მმ. ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის. ხო, ნოტებს რაც შეეხება, სიტყვაზე გვინდა ინსტრუმენტი, ხო ჯერ? ნახე ხა MIDI რითი განსხვავდება, MIDI იმით განსხვავდება, რომ ჩვენ ნოტები შეგვიძლია ჩავწეროთ რა. ეს ჩავწეროთ, მაგალითად insert empty MIDI clip შევქნათ. ნახე რა არის ეტაპი. უნდა შევქნათ MIDI არხი პირველ რიგში. მერე ჩვენ უნდა ესე მოვნიშნოთ რამდენ ბარზე გვინდა, ხო, რომ ნოტები კონდეს. ჩვენ შეგვიძლია 4 ბარი მოვნიშნოთ, შეიძლება 8 ბარი მოვნიშნოთ. მე პირადად მიყვარს, ნუ ჯერჯერობით 4-ის მონიშნვა. ესე insert MIDI clip დავაჭირე და შეიქმნა ეს ნოტების ჩასაწერი კონტეინერი, პანელი. აქაც ზუსტად მმ. ისევე, როგორც აქ გვაქვს უჯრები რა. აქ გვაქვს კლავიატურა. შენ ხა პიანოსთან ქონდა ხო შეხება? ძალიან დიდი არა, მაგრამ ნუ მმ. აბა რას მეკითხები გააჩნია. ანუ კლავიშები ნოტები გესმის ხო თუ აგიხსნა რა? ბიჭო, კურსში მესმის თორე ეს ნოტების ცნობა არ ვიცი. კურსში ხო. კარგად. ახლა გეტყვი რა. ჯერ აი ამას გეტყვი grid-ებს, რომელიც აი მიზანშეწონილი იქნება ცოტათი შევამციროთ ესე. ისევ კონტროლით, აი ეს ჩემას ვქნათ და ისევ კონტროლით ცოტა გავადიდოთ. აი ესეც ცოტა გავადიდოთ, ხო, მოვირგოთ ჩვენ თავზე კარგად. ეხლა რა ხდება, ნახე, ჩვენ გვაქვს 12 ნოტი სულ რა. 7 ძირითადი და დანარჩენი 5 ის შავები რა. შავი არა უკვე არა ძირითადი. დამხვარი ნოტები იგივე. ну ძირთად მმ. ესე შეიძლება მიყვათ C-დან იწყება 10-ლა ყოველთვის რა. C არის მმ. დამწყები მაგისი რა. ანუ 1 აქედან იწყება 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. 12-ის მერე ისევ იგივე C-დან იწყება, ოღონდ უკვე მაღალ რეგისტრში რა. ადის C4, C5 და ესა ოქტავები მაგისი რა. რაც უფრო ზემოთ არის, უფრო წვრილდება ხმა. რაც უფრო ქვემოთ, ამით უფრო ბოხდება ხმა. მაშა სადამა შენ შეგიძლია ბოხი ხმები გამოიყენო ბასებისთვის, ბასური შექმნა ინსტრუმენტები და ხმები, შუა ესენი მაგალითად C2-დან C4-მდე, C5-მდე შენ შეგიძლია გამოიყენო რომ მელოდიები წერო და უკვე C5-დან შენ შეგიძლია უკვე გამოიყენო პერკუსიული ელემენტები რა. ну პერკუსიული ელემენტები შესაქმნელად რა. მაგრამ ანუ რო რაღაცა ხმები. როგორ ანუ რაღაცა ხმები. ხო, აი ხა დემონსტრაციას რო გააკეთე მიხვდები. ეხლა ნახე ჩვენი ის აჟღრეს, აი თუნდაც ნახე ნოტი. ჩავწერე ნოტები იმას ვქენი, ხო? ნახე, დავასალოთ ესა. ო სახელს მიშლის. აი ნახე სიგნალი მოდის არხში, მაგრამ მმ. არ ისმის. და ნო. ნახე სიგნალი ცოტა სხვანაირი არის, ვიდრე აუდიოში რა. აქ აუდიოში ესეთ სიგნალები გვაქვს რა. ასე ჩართულია. და მწვანეთ განახებს. მმ. ეს ახლა ისევ დავაპატარავოთ. ეს გავადიდოთ და ეს დროებით დავაჩუმოთ არ გვინდა. ეს კიდე ვაფშე არ გვინდა. კარგი. ეხლა ამ რო გააჟღეროს ეს ნოტები, აუცილებლად გვჭირდება ინსტრუმენტი რა. ინსტრუმენტს აი რო ავირჩევთ აქა, ხო? ახლა როგორ რაღაცაა, რომ ეხლა Ableton 11-ში გვაქვს რაღაცა ერთი 12 ინსტრუმენტი თუ 10 ინსტრუმენტი რა. შენ შეგიძლია გარები ისენის ჩაეწერო ინსტრუმენტები, რომ მაგას ცოტა მე აგიხსნი როგორ იწერება. მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ახლა ჩვენ გამოვიყენოთ wavetable. ნახე ამას ისას რო დააჭერ. თავისი პრესეტები აქვს, თავისი ბასების სცენი აქვს, საუნდები, ფადები აქვს, პიანო, სტრინგები, რაც შენ გინდა რა. აი ესეთი ინსტრუმენტები იქნება.
ხო და მაგალითად მოდი პიანო ავირჩიოთ. და მოდი აი პირდაპირ გადავიტანოთ ამ არხზე ესე. დავალოდო და ნახე შეიქმნა აქ პიანინო რა. ესეც სახით ხო? wavetable-ის სახით შეიქმნა პიანინო. ხო. მოიცა ესეთი ისე. ну ეს პრესეტი არის რა. აკვა ნოტები ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რა, მაგრამ ეხლა კიდე რომ მოვისმინოთ, ხო ნახე? აი კიდე არის მის და რატო? იმიტომ რომ აი ეს ნიშანი უნდა გავაჩინოთ აქა რა. ეს მე პირადად არ ვიცი რატო არის ხოლმე დეფაულტად გაჩუმებული, მაგრამ უნდა ჩავთოთ რა ყველა ვარიანტში რა. მმ. ნახე? და ისევ იგივე მეოდე უბრალოდ მაღალ რეგისტრში. მმ. ვაი ვიცი. ხო. აქ ნახე როგორც ბასები იმას აქთან მივიღეთ. მაგალითად მოდი პატარა მელოდია ვწეროთ, აქაც ვითვალისწინებთ ნოტის სიგრძეს, ნოტის ასე ვთქვათ ჟღერადობას და ნოტის რითმიკას. ну პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ ჩვენი რითმიკა თავიდანვე, მაგალითად იმ ჟანრისგან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ წერთ, ხო? და შეიძლება ეს იყოს ასე ვთქვათ, მაგალითად პროგრესივი, ხო? პროგრესივს აქვს ცოტა ესეთი რითმიკები. ну ეს რითმიკები შენ დროთა განმავლობაში უნდა შეისწავლო, ამას ხა ერთ დღეში, ერთ თვეში და ორ თვეში ვერ ისწავლი ისე, მაგრამ თუ ძალიან იმუშავე და იმუშავე, მაშინ რა თქმა უნდა შეისწავლე, ხო? მაგალითად მე ერთის გამოტოვებით აი ესე ეს დამახსოვრებული მაქვს, ხო, თავიდან როგორ რითმიკა არის. სხვა ჟანრებს, სხვა რითმიკები აქვს. მაგრამ სიტყვაზე არის აი მაგალითად ყველაზე პოპულარული ერთი 30 თუ 40 რითმიკა, ხო? რომელსაც შენ რო ისწავლე, ეგა პატარა ბაზასავით. მე უკვე შენ შეგიძლია ეს აი სიტყვაზე ეს თუ არის ბაზა, შენ შეგიძლია ამ ბაზას მაგალითად ესეთ ნოტი კი არ ქონდეს, არამედ აი აქ ორი ნოტი ქონდეს. აქ მე ერთი ნოტი დაამატო, რომელიც ცოტა ხმადაბლა გაეჟღერებს და ეხლა ჯერ აგიხსნის საწყისი რაც არის. საწყისი და ეს ჭრან ჩამოჭრება ძალიან კაი რაღაცა მასწავლე ეგ უნდა მეკითხა. აქაც ნახე შენ. ჩამოჭრება. ხო. აი ხა შენ შეგიძლია აქ ზემოდანაც დაამატო ნოტები. მოდი ნახე ეს გავადიდოთ, ხო? ახლა მე ყველა მოვნიშნე და შემიძლია მაუს თავწიო ზემოთ. ეს შევწდი, ხო? აი ხა აქეთ ჩამოწიო. თან აი ამას გავუშვებ რა, space-ით უფრო მარტივია. ეხლა მოვნიშნავ ყველას ნახე ისევ ცარიელი ადგილით ვნიშნავ რატო? იმიტომ რომ მაგის გარშე მე რომ მოვნიშნო, გადავაკოპირო. ანუ აი Ctrl+C+D, აი აქ გადამიკოპირებს რა. რაც ნუ არ არის. აი ამიტომ მე რომ მოვკიდო ხელი და ისევ გადმოვაკოპირო. ამიტომ პირდაპირ ესე უჯრით იმასა. ეხლა მაუსით რო არ ვიწვალო, სულ მე შემიძლია ესე ვაკოპირო და ისრე ჩამოვიტანო რა ქვემოთ. ეხლა ნახე კიდევ. ნახე აი მე შემეშალა. ну იდეაში იმითაც შემელო გამეწია. აი ხა მე შემიძლია ეს ცოტათი ვარიაცია მეც ესეთ მოსწყენი რო არ იყოს, ხო? ნახე ხა მოსახერხებელი რო იყოს, მე აი აქ ვაჭერ და space-ით, control space-ით მე შემიძლია უკვე აქედან გავაქცევო. ან აქედან გავაქცევო. ახლა მე ცოტა ამიცდა და ესეთი რაღაცა გამიკეთა იქა რაც არ არის კარგი. ну შეიძლება ნუ წაშალა.
ხო. ეხლა მაგალითად შენ ნოტი შეგეშალ ვაფშე აღარ გინდა გქონდეს, ხო? ერთი მეთოდი არის ეს ადგე, მონიშნო და დილის დააჭრო წაშალა, ხო? მეორე რა არის? ორჯერ დააჭერ უბრალოდ და წაეშლება თავის. ან თუ ბევრს ერთად წაშლა გინდა, მონიშნო და დილის დააჭერ, ხო? ეხლა რა მივიღეთ? ნუ, რა თქმა უნდა, ნახე თემო ეს მე გამომუშავებული მაქვს ჩვენების და წნების სხვა ხო, თუ ეგ პრაქტიკაა, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ მე მახსოვს სულ თავიდან როდესაც ვიწყებდი, ხო? აი, არ გამომევიდა 20 რითმიკა, არ გამომივიდა 30 რითმიკა, იქ YouTube-ს იმაშვებოდი ვეჯექი ძალიან აქტიურად, სხვა ტუთორიალებს იმეებს, ანუ დღეში მე სერიოზულად მუშაობდი რა. თავდაპირველ ეტაპზე მახსოვს იმდენად მინდოდა, რომ მინიმუმ 6 საათი ვეჯექი რა დღეში. არ 8 საათი რა, მაშინ საქმეებიც არ მქონდა, სხვა თინეიჯერი ვიყავი და ყველაზე ხარ რა. მაგრამ მე, რავი, რეკომენდაციას გაძლევ, რომ დღეში მინიმუმ 2 საათი, 3 საათი უნდა ჩაუჯდე შენ ამას რა, გაკვეთილის მიღმა რა. ო, აბა. ხო. თან გაერთობი რა გე, თან არის ძალიან კარგი საშუალება სტრესებისგან რომ დაიცალო, ან სიტყვაზე რაღაცა ის აქვს ემოციები, ხო, რომელიც გინდა რომ აი გადმოიტანო მუსიკაში ან პირიქით მოტივაცია მისცე შენ თავს, ანუ ამით შენ შეგიძლია შენ თავს განწყობა შეუქმნა რა, ნებისმიერი, ხო? გუშინ ბიჭო სიცილისაგან არ ვარ, ვიცინე რომ გუშინ რომ მორჩი, აი იმას ვაწყები, არ იცი რა როგორ ვიცინე, აი დავიცალე. ო, მე გაია მე რა. შენი flat rate მაგარია, მაგასო. თან დავედა დავიცინე, ეგრევე დავიცინე, არ ვათენებ, არა, ავე დავიცინე. რომ იმდენი მაცინე ორგანიზმმა, რომ ხო. დაიყო რა. საწერ ხოლმე ეგ სამზარეულოში წერ თუ სად პირველ სართულზე? ბიბლიოთეკაში ჩამოვიდივარ დაბლა. ძალიან კარგი. ლეპტოპი, ყურსასმე, ყველაფერი გაქვს. ო, იმიტომ გეუბნებოდი გუშინ, აი უნდა გამიხსნან მეთქი, რომ ბიბლიოთეკაში ვიყავ, წერა ეხლა ვა. ბიბლიოთეკაში. მოიცა, ანუ შენი სახლის ქვემოთაა ეს ბიბლიოთეკა? პირველ სართულზე, ხო. ვა, რა კაი. ეს ეხლა დაამატეს კაც თუ იყო? ბიჭო, რა ეს რამდენიმე ვა. მე ხალხი ანუ ჩამოდის ხოლმე ესე შენები ვინც იქ ცხოვრობენ. კი, რა, აი ვიდეო ჩაგიგდე იმას მესენჯერზე და იქ გვერდზე ოთახში არის PC room რა. ინტერნეტ კაფეა თუ? რა. ო, რა ეს ვა, კაი, ანუ ნახე, მაშვებიან რა, გიუმჯობესებენ ცხოვრების იმებს. ო, ეს პირობებს. აი ვიდეო მოგივარ 15 წამიანი მესენჯერში ო. ჩაგიგდე. კაი, ნახავთ და მოგვიანებით. ეხლა რა ისე ვარ გაგვეჩშოს ხო ესა? აა ეხლა რა გავაკეთოთ, ნახე. ამას ჩვენ შეგვიძლია დავუწეროთ ქვედა ნოტებიც რა. აუცილებელი. ხო, მე ნახე რეკომენდაციას გაძლევ, რომ არის პატარა მუსიკალურ თეორიის წესები რა, რომელიც თუ დაიცავ, ნუ გაგიმარტივებს საქმეს რა. თუ არა, მაშინ აბა. სმენით უნდა აკეთო ყველაფერი რა. აჰა. ნახე მაგალითად. რეკომენდაცია მომითხარით? ხო, ანუ მეც მაგით ხელმძღვანელობ ხოლმე რა, ანუ ეგა ჩემი ათვლის წერტილი და მე თუ სიტყვაზე არ მომეწონა, მე უკვე სტრატეგიას ვცვლია შემდეგ იმას ვაკეთებ. მაგალითად, ნახე, ეს მელოდია ხო დავწერ ზემოთა მელოდია, lead მელოდია. თავარი მელოდია იგივე. ეხლა ნახე 12 ნოტით ვითვალისწინებ ქვემოთ. 7 8 9 10 11 12. და ზუსტად იგივე რითმიკას ვაკოპირებ რა. გადავაკოპირე. აი ხა ნახე მე ეს არ მომეწონა, ამიტომ მე ვიხმარ შემდეგ სტრატეგიას, რომელიც არის 7 ნოტით ქვემოთ. 1 2 3 4 5 6 7. A1 ხო? ნახე ისევ მე მაუსით რომ მოვუკიდე ამიც და ამ ნოტებს. რაც ნუ არ არის კარგი, იმიტომ რომ ხო, ნუ ცოტა ფრთხილად ხარ მაგასთან. აი ხა ეს უკვე მოვუხდა. მაგრამ ეს ერთფეროვანი ბასის ნოტები ხო? არ არის მთლად კარგი რა. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ ჰარმონია, ხო? თან როგორ წეროთ დასამახსოვრებელი მელოდიები,
რომ უფრო მეტად აიტაცოს ხალხმა შეინტერესება და უფრო მეტად გავარდეს ხო სიტყვაზე რა. ანუ ყველაფრის მიღმა არის რაღაცა მექანიზმი და რაღაცა ხრიკები, რომელიც უნდა შეისწავლო კარგმა პროდიუსერმა რა. ანუ ფაქტობრივად ისე არ ხდება, რომ რაღაცა ძმა დავწერე მაგარი ტრეკი რაღაცა და ანუ თვითონაც არიციან, რომ როგორ გამოვიდათ და ანუ კარგმა პროდიუსერმა თითოეული ეს ნოტი და თითოეული ის იცის რატო აქვს დასმული რა. ნუ თავდაპირველ ეტაპზე რა თქმა უნდა ესე არის კარგი, მერე უკვე როდესაც შენ გაგიჯდება იმდენად, რომ შენ უკვე იგრძნო ეს ყველაფერი და გრძნობით აკეთო, მაშინ რა თქმა უნდა უკვე ძალიან დიდ რაღაცებს შვები და კარგ შედეგებზე გადიხარ რა. აი მე ხა ამ ნოტს ჩამოვიტან უკვე ქვემოთ, ვეცდები რომ ბასი ვამღერო ამასთან პარალელურად. აი ამას კი ვიზამდი, მაგრამ ეს ცოტა ერთფეროვანი აქაც ერთი და იგივე ბასი მეორდება, აქაც ერთი და იგივე, ხო? ამიტომ მე ვეცდები რომ ესეც და ესეც ცოტა სხვა იმას დავსვა. ახლა ის ნოტი არ მოუხდა, მაშინ კიდე ქვემოთ ჩამოწია. ესეც არ მოუხდა, კიდე ქვემოთ, ანუ ცდი რა. ეს არ მოუხდა აქეთ. ახლა ეს უკვე იგივე ფორმატი გამოდის, ამიტომ ეს ვაფშე აღარ მინდა. კარგი, მაშინ აი ეს უნდა შევცვალო აქეთ. აი ნუ თუ არა და არ გამოდის, მაშინ ვიკიდევთ უბრალოდ. აი რაღაცა მივიღე ხო უკვე ჰარმონია. აი რა ჩვენ აქ შეგიძლია აი C2 E2 ლოტერია მან რო ჩავავადოთ რა. როგორ ანუ? აი ხა მაუსსა და საგავს ჩვენ ხო არის C2 აი ხო. მაგის მესამესთან აჰა. წამომარჯვე აი ხო აი მან უნდა რაღაცა ერთი პატარა ხმის ჩამატება რა ჩვენ ფუში ეგრე მოიცი როგორც გინდა რა შენ თქმა უნდა, შეგიძლია ყველაფერი აკეთო. გადააკოპირო, აი მაგალითად ის საკრაციო. უბრალოდ ნახე, ჯობია როგორი ხელმძღვანელო, იცი, აი ეს არის ერთი მელოდია, ეს ზემოთა რაც თავიდან შევქვენი, ხო? ეს უკვე არის მაგისი მეორე მელოდია, აკომპანიმენტი რა. აი როგორც ხმებში რომ ღერიან, ხო იცი, არის ბოხი ხმა ერთი, მეორე არის ხო პირველ წამყვანი მეორე ხმა. მესამე პირველ მეორე მესამე და ბანი, ხო? აი ზუსტად ეგრე უნდა მიუდგე რა. ეგ არის. ხო და რაღაცა უკვე ხალხურის პონჩი გამომივიდა რომ რაღაცა დამატდა რა ხო. მაგიტო თუ ჩავამატოთ აი 10 წუთი დაგვრჩა და მე მგონი ვასწრებთ. ოღონ ისა ქვია რაც მალე გადმომიგზავნე ამ ვიდეოს უკეთესი იქნება რომ მეტი დრო მქონდეს სავარჯიშო ანუ მოუკლო და ისე ვარჯიშო ხო, ვეცდებით ემო ყველანაირად, მაგრამ ხო, ხო ეს კაპკატში უნდა გადავიტანო, რომ დავამუშავო, მე YouTube-ზე უნდა ავტვირთო და როგორც ნუ ასე ვთქვათ, რომ იმასams, ხო? თუ გასაქცევი არ ან გავხდი აუცილებლად, ნუ ეხა 1-20 წუთის განმავლობაში გამოგიგზავნი რა. დაიწყე პრობლემა ყოდა იდეაში გასაქცევი ვარ უკვე ხო რა, უნდა დავასრულოთ. ნახე ხა უკვე მესამე ნოტის დავამატე რა, რომელიც უკვე ის დაბალი ხმა არის, ხო? ანუ ამასა და ამას შორის 7 არის და ეს უბრალოდ მაგათ შორისაა ნოტები რა. ნახე კიდე რა არის შესაძლებელი რომ შენ ნებისმიერი ეს ნოტი ხო? ადგე და გადმოიტანო ქვემოთ რა, მაგალითად shift-ით და mouse ქვემოთა ის არის ხო? აი ესეც მე შემიძლია shift-ით მოვნიშნო ყველა. ქვემოთ რეგისტრში გადმოვიტანო.
ეგეთ თემა. ეხლა თითოეულ ამ ღილაკს აქვს თავისი velocity, ანუ აი მაგალითად პიანისტი, ხო? რამდენი ძალით აჭერს კლავიშს. იმდენად ხმამაღლა ჟღერს ის კლავიში. ჩვენ კომპიუტერი ამას ავტომატურად გვისწორებს ნულზე. ანუ ყველა არის ერთი და იგივე ძალით, რაც ნუ არ არის მთლად სასიამოვნო, ანუ ძალიან დარობოტებულად ჟღერს. ამიტომ ახლა შენ შეიძლება მონიშნო ეს ზემოთა მელოდიები. ბასი სიტყვაზე ქონდეს ერთი და იგივე ძალით, ხო? არა. მელოდიები მონიშნო და აი ზოგს ჩაუწიო ცოტათი, ხო? მაგალითად ეს მონიშნო ამასაც ოდნავ ჩაუწიო. ამას ცოტათი აუწიო პირიქით, ამას ჩაუწიო და ამით იმიტაციას ქმნი და ვითომ ანუ სიცოცხლის უნარიანობა არის რა. მაგალითად გვაქვს randomize, რომელიც ამას ავტომატურად გააკეთებს. აი ეს ძალიან ჩუმეა, მონიშნე ისევ აწია ზემოთ, ხო? ეხლა ამას ჩვენ რომ დავადოთ რაღაც სხვა ხმა, ცოტა წესიერი ისე ხო? ინსტრუმენტი. შეიქმნა რაღაცა კონკრეტული ისე ხო? მელოდია. ეს არის მოკლედ თემო, მე იმას ვქენი ახლა მოვჩე ჩვენ ამაზე. შენ ახლა გექნება უკვე ახალი დავალებები. მე ანუ მიხარია შენ რო წაიმუშავე, ხო? აქ ხარ, ხო? თემო. აჰა, აჰა. ხო, კი, კი. კარგი. ნახე. შენ გექნება დავალება, რომ შექმნა სამი მელოდია. ჩვენ შემდეგ აკვეთილავთ, ჩვენ ახლა ხვდებით როდის. ეს იქნება შაბათს სამშაბათი შაბათი, ვაცა ჩვენ როგორ გავაკეთეთ? შაბათს 4-ზე. ხო, შაბათს 4-ზე. მე მანამდე გამოგიგზავნე შენ ჩვენ გაკვეთილს, ხო, როგორც რომ შევთანხმდით, რომ ერთი ესე მექნება წინასწარ ჩაწელი გაკვეთილი გამოგზავნილი. თუ შენ რაღაცა დახმარება დაგჭირდა ნებისმიერ დროს შენ მე მწერ რა და როგორ და თუ რაღაცა არის, ანუ იმას ვსვამთ, ხო? კონტაქტზე ვიქნებით სულ. მ ოკეი, რამე კითხვა თუ გაქვს აბა დღევანდელზე ზოგადად. აა ლევანდელზე მაქვს ანუ კითხვა არა უფრო აი როგორ რაღაცა მაქვს წი აი ლაფსუსად რო ამოგვარდება რა აი ხა ჩათვალე რომ აი ეს მე-12 მულტისაურაც კი წერია ეს რო წაშალო ერთი წამი რო შეგიძლია რო წაშალო